ეროვნულ სასახლეში ახალგაზრდა ფოლკლორისტთა შეკრება გაიმართება. ორგანიზატორები ამ დღისთვის აქტიურად ემზადებიან. ვახტანგ კოტეტიშვილის სახელობის ახალგაზრდა ფოლკლორისტთა შეკრების პროექტის კონსულტანტია ცისანა ხაზარაძე. ღონისძიება ტრადიციულად 2 წელიწადში ერთხელ იმართება. ამ დროისთვის პროექტში მონაწილეობის მსურველთა ნაშრომების მიღება მიმდინარეობს. ორგანიზატორთა განმარტებით ღონისძიებას ეროვნული სასახლე ახალგაზრდებში ქართული ფოლკლორისადმი ინტერესის გაღვივების, მათი განათლებისა და კვლევითი უნარების განვითარების მიზნით მართავს. პროექტში მონაწილეობა 12-დან 26 წლის ჩათვლით ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია. საკონკურსოდ წარმოდგენილი შეიძლება იყოს ხალხური სიტყვიერება, ზნე-ჩვეულებები, ტოპონიმები ან ფოლკლორული ხელოვნების ნიმუშები. ნაშრომების მიღება 2 ნოემბრამდე გაგრძელდება. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია ეროვნულ სასახლეში 15 ნოემბერს გაიმართება. როცა დაარსდა სასახლეში კონფერენცია, ერთ-ერთი მიმდინარეობა სწორედ და მიმართულება გახდათ ფოლკლორი. ძალიან მდიდარი არქივი აქვს სასახლეს, 6000-მდე ნაშრომს მოიცავს. აქედან პირველი ნაშრომი გახლავთ 1959 წლით დათარიღებული და რაც ძალიან კარგია, ამ ნაშრომების უმრავლესობა არის უკვე გაციფრებული და რაც დარჩა იქედან და რაც ისევ მოდის აი ასეთ შეკრებაზე ვახტანგ კოტეტიშვილის სახელობის ახალგაზრდა ფოლკლორისტთა შეკრებაზე 2018 წლიდან ჩვენ გამოვცემთ ხალხური სიტყვიერების კრებულებს. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ კრებულებით დაინტერესებული არიან სამეცნიერო წრეები და მის საფუძველზე კვლევებსაც ატარებენ, ასე ვთქვათ. ეხლა სასიხარულოა იმდენად, რამდენადაც რაც კი საქართველოში არსებობს სამეცნიერო დაწესებულება, ერთ-ერთი სწორედ გახლავთ სასახლე. და ეს არის ძალიან მისასალმებელი და კარგი და დარწმუნებული ვარ, სანამ სასახლე იარსებებს, ეს ხაზიც გაგრძელდება და რაც შეეხება თვითონ ამ შეკრებას, 1965 წელს ერთ-ერთმა ძალიან კარგმა პედაგოგმა დააარსა ფოლკლორული კლუბი ირმისა და მის საფუძველზე გაჩნდა სწორედ ეს შეკრება. მაშინ არ იყო ვახტანგ კოტეტიშვილის სახელობის, მაგრამ 2001 წელს ჩვენი ინიციატივით დაერქვა სწორედ ვახტანგ კოტეტიშვილის სახელობა, იმიტომ რომ ვახტანგ კოტეტიშვილი გახლავთ მეცნიერი ძალიან საინტერესო პიროვნება, რომელმაც პირველად აი მოპოვებული მასალები, რაც თვითონ და სხვა მწერლებიც და ფოლკლორი დაინტერესებული პიროვნებები მოიძიებდნენ და ჩაიწერდნენ, მისცა კვლევითი ხასიათი და ამიტომ დავინტერესდით ჩვენ და ამიტომ მივანიჭეთ მაშინდელი დირექციის, ასე ვთქვათ, თანხმობით ვახტანგ კოტეტიშვილის სახელობით ჯერ კაბინეტს და მერე აი შემდეგ როდესაც კაბინეტი გაუქმდა და დარჩა ახალგაზრდა ფოლკლორისტთა შეკრება, სწორედ დღევანდელმა კულტურის მინისტრმა ქალბატონმა თიკა რუხაძემ ზუსტად ჩვენი თხოვნით აი შეკრებასაც მისცა ვახტანგ კოტეტიშვილის სახელი. ვახტანგ კოტეტიშვილი იყო პიროვნება, რომელიც თვლიდა, რომ ახალგაზრდები სწორედ ამ ეროვნულ ფასეულობებზე უნდა აღზრდილიყვნენ და მე მგონი სასახლე აგრძელებს ამ ტრადიციას და 2 წელიწადში ერთხელ ჩვენ ყოველთვის ველოდებით ახალგაზრდებს, რომლებიც აი ეხლა 15 ნოემბერს ჩამოგვიტანენ მათ მიერ მოძიებულ ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს, ანუ ზეპირ სიტყვიერ ტექსტებს. საგამოფენო სივრცეში კიდე გვექნება გამოფენა გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა ხასიათის მათ მიერ დამზადებული ნიმუშებისა.